შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ლტოლვილნი მეორე. ყოველი ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს. ყოველი უბედური ოჯახი თავისთავად უბედურია. ტოლსტოი. კორნელისთან შეხვედრის შიშით მიხა ნელა დაეშვა მთიდან და სადგურში ქურდივით ფრთხილად შევიდა. მაინც ქობულეთში წასვლა არჩია, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდა. დარბაზში შევიდა, ჩემოდანი გახსნა, ალბომი და ფანქრები ამოიღო და გზავრების ხატვა დაიწყო. სურათებში აღებული ფული ქობულეთში თუ ჩაიყვანდა. საღამო ჟამი იყო, როცა მიხა მაყაშვილთა აგარაკს მიადგა. დიდხანს უტრიალა ეზოს გარშემო, მერმე ჭიშკარს აეტუზა და სმენად ქცეული იქიდან ზვერავდა სახლს. ბოლოს გაბედა ჭიშკარში შესვლა. ფრთხილად გაიარა ეზო, აივანზე ავიდა და ფეხის წვერებზე შემდგარი მაყაშვილთა ბინის კარებს გაუბედავად მიადგა. ოთახში სრული სიჩუმე სუფევდა. მაგიდასთან ვარდო და ესტატე ისხდნენ და ნამტირალევი თვალებით მიშტერებოდნენ ერთმანეთს, როგორც სასაფლაოდან დაბრუნებული ჭირისუფალნი, რომელმაც რამდენიმე საათის წინათ შვილი მიწას მიაბარეს და ახლა დამწუხრებულნი და გლოვით გულმოკლულნი დამსხდარიყვნენ ცარიელ ბინაში. კარისმერეთში მიხას და კორნელის გამგზავრების მერმე ქობულეთში მართლაც დიდი ჩხუბი მომხდარიყო. ქალებს ერთმანეთი დაეგლიჯათ. ნინო მშობლებს დამდურებოდა და რამდენიმე დღის მერმე თბილისში წასულიყო. მას ელოც გაჰყოლოდა. მიხამ კარი შეაღო და ვარდოსთან ხელის ჩამოსართმევად მიიჭრა, მაგრამ ვარდომ უკივლა. მე თქვენ ხელს არ ჩამოგართმევთ. თქვენ ზნედაცემული კაცი ხართ. სად გაქვთ თავმოყვარეობა? ჩვენი ოჯახის შეურაცხმყოფელს კარისმერეთში როგორ გაეკიდეთ? რა უყო ქალბატონო ვარდო? არ მომეშვა, ძალით წამათრია. სრუობთ. განა ელომ არ მითხრა, თქვენ თვითონ შეხვეწნი ხართ. არა, გეფიცებით, ნინოს კითხეთ. თქვენ დაუძახეთ. რიონის სადგურთან მაინც იქნება ახლა და იქიდან გადმოფრინდება. ნინო და ელო 2 საათზე მეტია, რაც თბილისში გაემგზავრნენ. რა მოხდა? გაუკვირდა მხატვარს. მაშინ როგორ დავამტკიცო ჩემი სიმართლე? თქვენ მართალი განა ოდესმე გითქვამთ? შეარცხვინა ვარდომ. როგორ გაბედეთ თქვენ? ჩემი ქალისათვის წინადადება მიგეცათ, ცოლად გამოყოლოდათ. კითხა ესტატემ და ბრაზისაგან აცახცახდა. ვარდო შეშინდა ქმარმა მიხა არ სცემოსო. მიხას თავზარი დაეცა და ძლივს ამოთქვა. აბა ეგ რა სათქმელია? ვარდო შერცხვა და სიტყვა ბანზე აუგდო. თქვენ ენატანია, ჭორიკანა, უსინდისო კაცი ხართ.
კორნელისთან ჩვენ გვაბეზღებთ, გვაშავებთ და გვჭორავთ და ჩვენთან კი მას. მე თქვენს გამო ერთადერთი შვილი დავკარგე, საყვარელი შვილი. შენ მართლა დაკარგულო სულო, საზიზღარო, გასწით გამეცალეთ აქედან. ვარდომ ცხვირსახოცის სახეზე მიიფარა და აქვითინდა. ესტატე მივიდა, ხელი მოხვია, დამშვიდება დაუწყო, მაგრამ თვითონვე ცრემლები მოერია. მიხა ტყვიასავით გავარდა კარში, იგი სადგურისაკენ მიმავალ ქუჩას დაადგა. მეც თბილისში უნდა გავსწიო, ფიქრობდა. კარგად დიდი მანძილის გავლის მერმე მოაგონდა, რომ ჯიბეში გროშიც არ ჰქონდა. შეჩერდა და ისევ მაყაშვილთა აგარაკისაკენ გამოიქცა. თითქოს იქ რაღაცა დარჩაო. ღობეზე გადაცოცდა, უკანა ეზოში ჩახტა, გაირინდა. სამზადთან პატარა ოთახის კარს მიადგა და ჩუმად დააკაკუნა. ევტიხიმ კარი გაუღო. მიხა იცნო და უყვირა. შენა ბრძანდები, გათახსირებულო. შემოდი შინ. ზარეულმა საყელოში წაავლო, ხელი მხატვარს და შინში ათრია. მიხამ ტუჩზე ხელი მიიფარა და შეევედრა. ნუ ყვირი. შურა გაოცებით მიშტერებოდა პალტოში გამოწყობილ და გაფითრებულ მხატვარს, რომელსაც ევტიხი ცემას უპირებდა. ეს რა ჩაიდინე, ჯაშუშო. კორნელი და ნინო ერთმანეთს რაც წაკიდე და დააშორე. ჰკითხა მზარეულმა მიხას. მე არაფერ შვაში ვარ, მიუგო მხატვარმა. აბა ვინ არის შვაში? მე? ელო. ნუ თუ ელო, გაუკვირდა შურას. სად არიან ელო და ნინო? ჰკითხა მიხამ. თბილისში წავიდნენ. მხატვარი დარწმუნდა ვარდოს მართალი უთქვამსო და ევტიხის უთხრა. მეც ეხლა თბილისში უნდა წავიდე, მაგრამ როგორ? გზაში ჯიბგირმა ფული ამომაცალა. კაპიკი არა მაქვს. ევტიხი თუ ძმა ხარ, მასესხე გზის ფული. მე შენ გასესხე ფულში, იუდა არა ვარ. ორი მშვენიერი არსება შენ წააჩხუბე ერთმანეთს და დაღუპე. იუდა. შენ არიცი რა მოხდა. მასესხე ფული. მე თბილისში ჩავალ და აბა ნახე, კორნელი და ნინო თუ არ შევარიგო. შენი წამხდარი საქმე შენვე გამოასწორე, თორემ სულს ამოგხდი. უყვირა აპილპილებულმა მზარეულმა და ჭროღა მოცისფერო თვალები შეანათა. როგორ გამოვასწორო, როცა გზის ფული არა მაქვს? რას გადამეკიდე? რომელი მილიონერი მნახე? ესტატეს თხოვე და ის გასესხებს. ესტატეს და ვარდოს ვერ დავენახვები. ახლავე უნდა გავიქცი აქედან. მიშველე ევტიხი, მიშველე. შურა, გზის ფული მასესხეთ. თბილისში რომ ჩამოხვალთ, მაშინვე მოგართმევთ. დაეღრიჯა მხატვარი ცოლქმარს. რამდენი გინდათ? შეეცოდა შურას. 200 მანეთი. შურამ კალათიდან ხის ყუთი ამოიღო. გახსნა და მიხას გზის ფული ასესხა. მიხამ კიბეზე ჩაირბინა. ეზოდან ქუჩაში გადახტა და სადგურისაკენ მოჰკურცხლა. სჯობდა კი არ წასულიყო თბილისში, რადგან სასოწარკვეთილმა ნინომ ქობულეთში ელოს უთხრა. შენ ახალი შერთული ყავდი მიხას, როდესაც მან სიყვარული გამიმჟღავნა და წინადადება მომცა. ელოს გავეყრები, თუ თქვენ გამომყვებით ცოლადო. ადვილი წარმოსადეგი ამის შემდეგ რა გუნებაზეც დადგებოდა ელო და რა დღესაც დააყრიდა ქმარს. კორნელი დილით ჩავიდა თბილისში. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა პერონზე
იმავე მატარებლით ჩამოსული ნინო და ელო დაინახა. ბარგის მზიდავთა მოლოდინში ისინი გაფითრებულნი იდგნენ ვაგონთან. შეწუხებული სახით მიშტერებოდნენ პაჭიჭებიან და ჩაბალახიან მგზავრებს, რომლებიც ხურჯინებით, კალათებით, ფუთებითა და ზურგზე მოკიდებული ტომრებით გასასვლელისაკენ უწესრიგოდ გარბოდნენ. სოფლელები ბაზარში სურსად სანოვაგის გასასყიდად მიიჩქაროდნენ. კორნელიმ სხვა ხალხისაგან გარიყულ და საცოდავად ცალკე მდგარ ნინოს და ელოს დინჯად გაუარა. თავი გვერდზე მიაბრუნა და თვალი მოარიდა. გაფითრებული და წამებული სახით მდგარი ნინო კორნელის ფართო ბეჭებს მანამდე უცქეროდა, სანამ იგი თვალს მიეფარებოდა. მერმე როცა პერონი დაცარიელდა, ნინომ და ელომ მუშას ჩემოდნები აჰკიდეს. მოედანზე ეტლი დაიჭირეს და შინისაკენ გასწიეს. ეტლი ბორჯომის ქუჩაზე ელოს ბინასთან გაჩერდა. ნინოც აქ ჩამოხდა, რადგან მშობლებთან დამდურებული იყო და შინ მისვლას არ აპირებდა. ბნელ ოთახში ალხი ტრიალებდა. ელომ დარაბები და ფანჯარა გამოაღო. ოთახის კუთხეში ხალიჩა და ტახტზე ზეწარ გადაფენილი ქვეშაგები ეწყო. მთელი ღამე არ დასძინებიათ ქალებს ხალხით გაჭედილ მესამე კლასის ვაგონში. დაქანცულნი და დაუბანელნი იყვნენ. ელომ ტახტზე დაწყობილი ქვეშაგებიდან ლეიბი და ორი ბალიში გამოაძრო და ზედ დაჯდა. რა შვრები? ჰკითხა ნინომ. დავიყალე, აღარ შემიძლია, უნდა დავიცინო. მიუგო უძილობით დასუსტებულმა ელომ განწირულის ხმით. რა დროს ძილია? ჯერ აბანოში წავიდეთ. მაშინვე მეზობელი ქალი აივანზე გამოვიდა. ფანჯარაში თავი შემოჰყო. ელო იცნო გაუხარდა და აკაკანდა. უი ელო, დილამშვიდობისა, უკვე ჩამოდით ქობულეთიდან. დიახ ირინე, ჩამოვედით. უსიამოდ გაუღიმა ელომ. ირინესთან სხვა მეზობელი ქალებიც მივიდნენ და ელოს გული გაუწყალეს. ასებალე რად დაბრუნდით თბილისში, ხედავთ როგორ ცხელა. ჯერ კიდევ დილა არის და ოდნავ ამიტომ გრილა. ცოტა ხნის მერმე ნახეთ როგორი ალხი დატრიალდება. ქობულეთში რა ამბავია? ასე რად გამხდარხართ? ზღვამ ხომ არ დაგცადათ? ციება ხომ არ შეგეყარათ? ქობულეთი ციების ადგილია. ვიხასად არის? ელოს მოთმინების ფიალა აევსო. აბანოში მივდივართ. უთხრა მეზობლებს. ფანჯარა და კარები დაკეტა და ზედ დარაბა მიახურა. ოთახი წყდიადმა მოიცვა. მერმე ოდნავ გამოაღო დარაბა ელომ და ოთახში მზის შუქი შემოიჭრა. ელო ისევ წელმოწყვეტილი დაჯდა ლეიბზე. გვერდით ნინო მიუჯდა. გამხდარ მუხლებს ხელები შემოავლეს დებმა, ზედ ნიკაპით დაებჯინენ და დადუმდნენ. აივანზე და ბნელ-ბნელ ოთახში ჩაკეტილი და უბრალო ჩითის კაბებში გამოწყობილი ელო და ნინო უპატრონო ლტოლვილ ბავშვებს ჰგავდნენ, რომელთაც მშობლები და უფროსები დაუკარგავთ და არ იციან სად წავიდნენ, რა გზას დაადგნენ და რა მოიმოქმედონ. კარგახანს იყვნენ ასე დამწუხრებულნი. თვითოეული თავის საკუთარ ფიქრს გაჰყოლოდა. ნინო დარაბის ღია ჭვრიტში შემოჭრილ ლურჯ ბოლისფერ გამჭვირვალე შუქზე ტრის ფიორების ტრიალს მიშტერებოდა და მის თავშიც ტრის იმ პატარა წერტილების ოდენა ფიორები ვიტრიალებდნენ უსაგნო ფიქრები. რა დომხალია, აღმოხდა მას. სად? ჰკითხა ელომ და ანგრეულ ოთახს თვალი მოავლო. ჩემს თავში, მიუგო ნინომ.
ისევ დაიწყე წუწუნი? ნინო დადუმდა. მას კორნელისთან პერონზე შეხვედრა მოაგონდა. როგორ ამარიდა თვალი თითქოს არც კი ვიცნობდეთ ერთმანეთს. გაიფიქრა მან. ოთახში ისევ გულის დამღონებელი სიჩუმე იდგა. ქალი საშინელ მარტოობას და კაეშანს გრძნობდა. ელოსთან საუბარი სცადა. ნუ თუ ჩვენი ცხოვრება მართლა სიზმარია. თავი გაანებე სიბრძნის მეტყველებას რა. სადამდე უნდა ვეგდო ამ ბნელ ოთახში იატაკზე. სად მიგეჩქარება? მოდი დავიძინოთ. ნეტა ისე დავიძინებდე, რომ არასოდეს არ გამეღვიძოს. მოესწრები, ნუ ჩქარობ. მიზანს ვერ ავჭრეთ. განა არ გახსოვს ჩვენი გადაწყვეტილება? ჩვენ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. მომწონს სამედიცინო ინსტიტუტში რომ შედიხარ. მე მასწავლებლობას დავიწყებ. განა ეგ არ არის მიზანი. კმარა, მიხას და კორნელის სამუდამოდ გავეყაროთ. ავივიწყოთ წარსული. მომავალში მიხას და კორნელიზე უკეთეს ადამიანებს შევხვდებით. ნამდვილ ცხოვრებას დავიწყებთ. მაინც ეგ არ იქნება ნამდვილი ცხოვრება. ნამდვილი ცხოვრება ჩვენ უკვე დავკარგეთ. მაშინ რა გნებავს? თავი ჩამოვიხრჩოთ? მეც არაფერი აღარ ვიცი, არაფერიც არ მნებავს. როგორ მალე დახყარე ფარხმალი? სად არის შენი სიამაყე და თავმოყვარეობა? კმარა ამაო ოცნება და რომანტიკული გატაცება. მე მხატვრობით გატაცებამ დამღუპა, შენ კი მუსიკამ და პოეზიამ მოგხიბლა. ცხოვრების სინამდვილეს დაუბრუნდეთ და ჩვენს გზას ვეწიოთ ისაშჯობს. ამიერიდან ჩვენ თავისუფალი ქალები ვართ. ამხნევებდა ელოს სასობი ხდილ ნინოს. ვინ იცის რა სჯობს? აბა უცქირე როგორ საცოდავად და ობლად ვგდივართ ამ ბნელ ოთახში. ეს არის თავისუფლება. ჩუმად უთხრა ნინომ თითქოს თავის თავს ედავებაო. ელოს ჩასძინებოდა. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ნინო წამოიჭრა. კარი გააღო. მიხა დაინახა და უკანვე გაბრუნდა. ლეიბზე დაჯდა. გრძელი გამხდარი მკლავები მუხლებზე შემოიწყო. შიშველ ფეხებზე დაიხედა, დადუმდა და ისევ უსაგნო ფიქრებს მიეცა. თმა ჩამოშლოდა და ბეჭებზე ნაბადივით დაჰფენოდა. თითქოს ოცნების უღრანტყეში შესული. წმინდა და უმანკო ქმნილება თავის ბედს დასტირისო. ნინო ყურადღებას არ აქცევდა ახლა მიხას, არ ერიდებოდა და არც რცხვენოდა. კაეშნის ოცნებას წარეტაცა წამებული ასული და ბნელ ოთახში გამეფებული ღამის წყუდიადი და სიჩუმე თასავით თავზე დასწოლოდა. მხატვარი გაშტერებით მისჩერებოდა. მისი დახატვის სურვილი ჩასახოდა გულში. კაეშნიანი ქალი, გაიფიქრა მან, მაგრამ მაშინვე მის ცოლს გაეღვიძა. ელო თვალებს არ უჯერებდა. უმალვე წამოჯდა საწოლზე და ქმარს უყვირა. გასცი, გამეცალე აქედან, მე შენი ცოლი არა ვარ. არა მსურს შენთან ცხოვრება. გასცი, გამეცალე. მეყოფა სხვათა კარდაკარ რბენა და ხეტიალი. ახლა შენი რბინე. გამოგზავნე ვინმე და შენს ბარგსა და ბარხანას გამოვატან. ელო მუდარით შესძახა სასომი ხდილმა ქმარმა. ხმა გაიკმიდე. გასცი, გამეცალე, თორემ ხმაც არ ამოაღებინა ცოლმა. იატაკიდან წამოიჭრა. ქმარი შეშინდა, კარში გავარდა. შერცხვენილი, გაგდებული და ქეციანი ძაღლივით ნაცემი მხატვარი
ქალაქის განაპირას მცხოვრებ მშობლებისაკენ გაეშურა.